ციხეებში არასათანადო მოპყრობის 21 ფაქტზეა ლაპარაკი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში. ეს დოკუმენტი უჩანანაოშულმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო. ანგარიშში ამ ფაქტების გარდა საუბარია პატიმრობის პირობებზე, პენიტენციალურ ჯანდაცვაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებზე. სახალხო დამცველმა ეს პრეზენტაცია დღეს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს დაამტყვია. თავარი გამოწვევა კვლავ რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ შემოსული განცხადებები. ამათი რაოდენობა სამწუხაროდ გაზრდილია გასული წლის განმავლობაში და რეაგირება ამ ფაქტებზე სამწუხაროდ არ იყო ადეკვატური გამოძიების კუთხით. გასულ წელს 21 ასეთი წინადადება არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით იყო შეტანილი პროკურატურაში, თუმცა გამოძიება სამწუხაროდ არ იყო დასრულებული. მოცემული 12 რეკომენდაციიდან, რომელიც ჩვენ სამინისტროს ეხება, ნახევარი არის ასე ვთქვათ, ძირითადად ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული, რომელიც ეხება იზოლატორებში ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს რეკომენდაციები დაგვეხმარება, რომ მოვითხოვოთ ამისათვის მეტი დაფინანსება.